გამარჯობა, ბიბლიოთეკა მორიგი გადაცემით მოგესალმებათ პარიზიდან. დღევანდელი გადაცემა უკვე სტუმრიანი გვექნება და სტუმრად ყვანან ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანები უმნიშვნელოვანესი საქმიანობით ქართული წიგნის, ლიტერატურის პოპულარიზაციით საფრანგეთში. პირველი სტუმარი არის გამომცემლობა მედუზას, ფრანგული გამომცემლობა მედუზას დამფუძნებელი მაია გიორხელიძე, რომელსაც უკვე ძალიან ბევრი ქართული წიგნი აქვს გამოცემული ფრანგულ ენაზე, ასევე ფრანგი ავტორიც ყავს გამოცემული, როგორც წეღან გაგვიმხილა და მოკლედ ძალიან მიხარია, რომ გავიცანი მისი საქმიანობის გაცნობის შესაძლებლობა მომეცა და ახლა ამას უკვე თქვენთვის მაყურებლისთვის გავაკეთებ. გამარჯობა მაია, ძალიან დიდი მადლობა რომ დრო დაგვითმოთ, ვიცი რომ ძალიან დაკავებული ხარ. გამარჯობა, მადლობა მოწვევისთვის და ინტერესისთვის. მაია, ინტერესი მართლა ძალიან დიდი მაქვს და მინდა რომ მეც რაც შეიძლება მეტი გავიგო თქვენი საქმიანობის შესახებ და მაყურებელსაც ყველაფერი შევატყობინო გამომცემლობა მედუზას შესახებ და მაინტერესებს პირველ რიგში როდის და რატომ დაარსდა ეს გამომცემლობა და შემდეგ როგორ განაგრძო საქმიანობა, რამდენი წიგნი გაქვთ გამოცემული ჯამში. გამომცემლობა ოფიციალურად დარეგისტრირდა 2019 წლის დეკემბერში. და რა თქმა უნდა, ახლა ფუნქციონირება დაიწყო 2020 წლიდან. დღესდღეობით გვაქვს 30 წიგნი, აქედან არის ერთი ფრანგი მწერლის დაწერილი, ერთი წიგნი მაქვს ორსეს მუზეუმთან თანამშრომლობით, რომელიც დღესდღეობით იყიდება მუზეუმში. დანარჩენი 28 წიგნი ორსეს მუზეუმთან რომლიც. ეს წიგნი არის ვიზიტი ოჯახურად, ესე რომ ვთქვათ, ბავშვებისთვის არის ძირითადად, ასევე მშობლებისთვისაც. გზამკვლევის როლს ასრულებს ხო? გზამკვლევი. კი, რა თქმა უნდა, ჩვენი ავტორი არის გარი საფარიანი, ქართველი გიდი ორსეს მუზეუმში, ვის დამსახურებაც არის ზუსტად აი წიგნის გამოცემა. და აი ამ წიგნის მეშვეობით ოჯახურად, მეგობრებთან ერთად, ბავშვებისთვის არის განსაკუთრებით შეგვიძლია წავიდეთ, დავათვალიეროთ, არის სხვადასხვა ისინი კითხვები, გასართობები შიგნით. აი ამ გართობა და თამაშით ვათვალიერებთ ორსეს მუზეუმს და ვსწავლობთ ბევრ რამეს. დანარჩენი 28 წიგნი არის ქართული ლიტერატურა, ფრანგულად ნათარგმნი, კლასიკოსებიდან დაწყებული, თანამედროვეებით დამთავრებული. საბავშვოებიც მათ შორის ხო და უფროსებისთვის განკუთვნილი. ძირითადად საბავშვოები. უბრალოდ მარო მაყაშვილის დღიურიდან ნინო ჯორჯაძის წიგნი არის, რომელიც უფრო დიდებისთვისაც არის. თუმცა დიდებსაც შეუძლიათ რწყილა ჭიანჭველა დღესდღეობით გადაიკითხოთ. საკითხავადაც მინდა რომ გაგვაცნოთ, მაგრამ მანამდე ვინ მუშაობს გამომცემლობა მედუზაში? როგორია საერთოდ მუშაობის პროცესი? იმიტომ რომ როგორც ვიცი, ნაწილი საქართველოშია, ნაწილი საფრანგეთში და რაღაცა ესე როგორ ახერხებთ თავმოყარას ამ ყველაფერს? ძალიან დიდი გუნდი მუშაობს გამომცემლობაში. ვართ 5 მთარგმნელი, დაახლოებით 5-6 ილუსტრატორი, ყველა ქართველები, ილუსტრატორები, დამკაბადონებელი 2 ქართველები, რომლებიც საქართველოდან მუშაობენ, 2 ფრანგი რედაქტორი. ასე რომ ძალიან დიდი გუნდია, დღემდე მიხარია რომ ყველაფერი კარგად მიმდინარეობს, ყოველგვარი პრობლემების და ინციდენტების გარეშე. გადასარევი. დიდი გუნდია, მაგრამ შეკრიბეთ ეს გუნდი. როგორ შევკრიბე, აი ვიცნობდი ზოგიერთ მათგანს, ზოგიერთი ისევ ნაცნობობით გავიცანი და განსაკუთრებით ილუსტრატორები, არაჩვეულებრივი ხალხი. ძალიან მიყვარს ყველა გუნდის წევრი, იმიტომ რომ მიყვარს მათთან მუშაობა, მუშაობის პროცესი. ჩვენ გუნდში არ არის მე გამომცემელი ვარ და მე ვწყვიტავ ყველაფერს. ჩვენ ყველა ერთად ვწყვიტავთ, ყველაფერს შეუძლია თუნდაც დამკაბადონებელმა რაღაც გვირჩიოს. მე იმას ან გავითვალისწინებთ ან არა თავისთავად. არის კიდე ის რომ თარგმნელებიც თვითონ თავაზობენ, რას ფიქრობ მაია დაუშვათ ეს ნაწარმოები ვთარგმნოთ. როდესაც ჩვენ გავაკეთეთ ანთოლოგიის პირველი ტომი 6-დან 12 წლამდე ბავშვებისთვის. რა ანთოლოგია ეს? ქართული მოთხრობების ანთოლოგია. კლასიკოსებიდან თანამედროვეებით ჩათვლით და იმუშავა 2 თარგმნელმა და ჩვენ სამივე ერთად შევთანხმდით, რა შეიძლება და შესულიყო ანთოლოგიის პირველ წიგნში. სამწუხაროდ მეორე ჯერჯერობით არ გამოსულა და იმედია რომ მომავალში მაგასაც გავაკეთებთ, მაგრამ იმის თქმა მინდა რომ ჩვენს გუნდში
ისეთი სულისკვეთება, რომ მართლა ოჯახი ვითავართ. ყველას აქვს სათქმელი, ყველას აქვს თავისი სიტყვა, და ხმისუფლება და რა თქმა უნდა, მე არის კომისიის სახით გადაწყვეტილებას არც მარტო მიარღვებულობ, არც მარტო მთარგმნელი ან რედაქტორი, მაგრამ შეზღუდული არავინ არ არის. ამიტომაც დღემდე მოვდივართ. ძალიან კარგი გადასარევია ეს ყველაფერი და მაინტერესებს როგორი რა არხებით ავრცელებთ ამ წიგნებს, სად ავრცელებთ, როგორ ხდება საფრანგეთში, როგორ ხდება წიგნის გავრცელება? საფრანგეთში წიგნის გავრცელება არის ძალიან რთული. აჰა. ძალიან რთული. მაღაზიებში გაყიდვა არის რთული თუ როგორ? იმიტომ რომ უნდა ყავდეთ დისტრიბუტორი. მერე დისტრიბუტორმა უნდა იყოს მაღაზიები, ზოგისთვის უფრო ადვილია, ზოგისთვის არა. ჩვენ ძალიან გაგუჭირდა მაგ თვალსაზრისით, იმიტომ რომ დისტრიბუტორის პოვნა პრობლემას ქმნიდა, პატარა გამომცემელია და განსაკუთრებით ქართულ ლიტერატურაზე მუშაობს. მაგრამ მიუხედავად ამისა, საფრანგეთში არსებობს ერთ-ერთი ქსელი, ძალიან მნიშვნელოვანი და პრესტიჟული, რომელსაც ქვია FNAC. და აი ამ FNAC-ის საიტზე დღემდე, პირველი დღიდან დღემდე იყიდება ქართული ჩვენი გამომცემლობის წიგნები. არის 4 მაღაზია, სადაც ინტენსიურად იყიდება, პირველი დღიდან დღემდე შედის ჩვენი წიგნები, რომ გითხრათ, ახლა გულწრფელად რა ძალიან ბევრს ყიდით, მოგატყუებთ და ნამდვილად არ გეტყვით მაგას, მაგრამ ჩემთვის მაინც მნიშვნელოვანია, რომ ისევ 5 წლის მერე იმ მაღაზიაში ჩვენი წიგნი ისევ არის. დაახლოებით 4-5 თვის წინ მე-15 სუბანში კიდე ახალი მაღაზია აღმოჩნდა, რომელმაც გამოთქვა სურვილი ჩვენი წიგნები დაედო. ასე რომ ვეცდებით როგორმე დისტრიბუტორის გარეშე ჯერჯერობით, როგორმე ჩვენ თვითონ გავიდგათ ფესვები. და გამოხმაურებები თუ გაქვთ ხოლმე ფრანგი მკითხველისგან, თქვათ ან თუ წერენ, როგორ მომეწონათ ამ შთაბეჭდილებებს, თუ გიზიარებენ? კი, როგორ არა, აი თვითონ გამომცემლობის საიტზეც არის რამოდენიმე კომენტარი, რომელიც თვითონ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ნახოს. ისე როგორ არა მიკავშირდებიან და მეუბნებიან, რომ ძალიან მოხარულები არიან, რომ ქართულ ლიტერატურას გაეცნნენ და აქამდე რო არ იცნობდნენ და ეს იყო ქვეყანა, რომელსაც კარგად არ იცნობდა საფრანგეთის მოსახლეობა, რაღაც გარკვეული წლების წინ. და ჩვენც ვცდილობთ ჩვენი წვლილი შევიტანოთ. ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებთ მართლა ამ კუთხით. არ არის ბევრი წიგნი ნათარგმნი ფრანგულ ენაზე. კი. თქვენი მეორე სტუმარი და მე თანხმობა. და ვცდილობთ, რომ შეიძლება მეტი და მეტი იყოს. როდესაც მაგალითად ერთ-ერთი ძლიერი თარგმნელი გასტონ ბუაჩიძე, რომელიც ძალიან მიყვარს და სამწუხაროდ დღესდღეობით ჩვენთან აღარ არის. აი ბატონ გასტონთანაც მითანამშრომლია, ისი ჩხიკვთა ქორწილიც გამოვიდა ჩვენი გამომცემლობის მეშვეობით. რა ვიცი, აი ვცდილობთ, რომ არ შევწყვიტოთ სამუშაო პროცესი, თუმცა შედარებით ნაკლებ წიგნს გამოვცემთ, ეს ბოლო 2 წელიწადია. კი ბატონო, თქვენ თავად თარგმნით? კი, მე თარგმნი კიდეც. იმიტომ რომ აქვე მინდა ვისარგებლო ეთერით და ვთქვა, რომ ეს ჩემი ბიზნესი არ არის. ჩამოყალიბების დღიდან საკუთარი ხარჯებით ვაკეთებ ყველაფერს და იმისთვის, რომ ნათარგმნი, ჩემი მთარგმნელების მიერ ნათარგმნი და ჩემი ილუსტრატორების მიერ გამზადებული წიგნი გამოიცეს და უშოთ და ამისთვის ხარჯებია კიდე საჭირო. მე სხვა წიგნს თარგმნი და რაღაც შეღავაც ეგრე უკეთებ გამომცემლობას. არ მინდა დამავიწყდეს და მინდა ხაზი გაუსვა და დაარსების დღიდან თანამშრომლობთ მწერალთა სახლთან, ანუ 2020 წლიდან. თანამშრომლობა შევწყვეტე შარშან, რაღაც გარკვეული მიზეზების გამო, თუმცა წელს წიგნის ფესტივალზე პარიზში ყველა ჩემი წიგნი უკვლებლივ ვიდო ქართულ სტენდზე. ძალიან კარგი, მშვენიერი. მოდი სათითაოდ ვისაუბროთ. ახლა აი პირველი წიგნი რომელი იყო, რომელიც გამოეცით და შემდეგ უკვე აი ძალიან მნიშვნელოვნად რომელი გამოცემებიც მიგეჩნიათ, იმათ გავყვეთ. ანუ პირველი წიგნი არის კოლექცია გავაკეთე პირველი ეგეთი, რომელშიც არის ორი წიგნი, მომიყევი ზღაპარი და თან გავაფერადოთ, რომელშიც შედის 2 ქართული ხალხური ზღაპარი და ანუ კონცეფცია არის ესეთი,
როდესაც ზღაპარის ილუსტრირება ხდება ბოდიშით, მინდა რომ განახოთ. ზღაპარი იწყება ფერადი ილუსტრაციით. დიახ. შემდეგ გვერდზე იგივე ილუსტრაცია. შემდეგ გვერდზე არის შავ თეთრად. გასაფერადებელია. ანუ ბავშვებს შეუძლიათ გააფერადონ, ან დაუშვათ დაამატონ კიდე რაღაც რის დახატვაც სურთ. და ეს იდეა მომივიდა ჩემი გოგოების წყალობით, რომლებიც 6 წლის წინ იყვნენ 4 წლისები და ახალნაყიდ წიგნზე ზევიდან ახატავდნენ, რომ არ მომწონსო ესო ცუდი ნახატიაო და რატომაც ვიფიქრე, რომ ჩემები მარტო არ იყვნენ გამონაკლისები არ არიან და ვიფიქრე, რომ ალბათ ბავშვები იმიტომ ახატავენ ზევიდან ახატ წიგნებს მეთქი, რომ თავისი სურვილით გააკეთონ ილუსტრაცია და აქედან ამებადა იდეა, რომ რატომაც არა, ბავშვებს საშუალება მიეცათ თვითონ დაამთავრონ ილუსტრაცია და გააფერადონ იმ ფერებში, როგორცაც თვითონ გადაწყვეტენ. ძალიან კარგი იდეა. ეს არის პირველი ორი. მოეწონათ ბავშვებს? კი, აი ეს წიგნი დაახლოებით პარიზის 15 სკოლის, ანუ ბევრი არ არის ახლა პარიზში იმდენი სკოლა, მაგრამ მაინც დაახლოებით 15-მდე სკოლის ბიბლიოთეკაშიც არის. გადასარევი. თავიდან ვაჩუქე ორ სკოლას და შემდეგ ალბათ ნაცნობობით რამ სხვა სკოლები დამიკავშირდნენ, და მხოლოდ თუ არის საშუალება რომ მოგცეთო და დიდი სიამოვნებით მივეცი. და მესამე წიგნი იყო რწყილა ჭიანჭველა, რა ვიცი. და თქვენ თოჯინებიც გაქვთ მოტანილი ხო? აი ჩემი რწყილი და ჭიანჭველა. ერთად იყიდება ესენი თოჯინა და წიგნი თუ როგორ ხდება ეს? აი თოჯინებს არ თქვენ აკეთებთ ამას? არა, ძალიან კარგი გოგო არის საქართველოში, ხატვის მასწავლებელი არის. თქვენ უსაყვარლი. ეხა ჩამჭრელი კითხვა არის, ეგ სახელი და გვარი დამავიწყდა მომკლავს. რომელმაც თექით გააკეთა ხათუნა არის ძალიან კარგი გოგო, რომელმაც ეს თოჯინები გამიკეთა და აი დაუშვათ როდესაც არის პრეზენტაციები მაგ შემთხვევაში ხო, მაშინ ყიდი, თორე ისე საიტზე არ ვყიდი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი არა მაქვს. და გამონაკლის სახით არის ესა. ესეც ილუსტრაციებიც თქვენი გამომცემლობის მიერ დაიხატა, ხო? ალბათ, მოდი ვაჩვენო. ეს არის ესეც ქართველი ილუსტრატორი არის. რწყილი და ჭიანჭველა ფრანგულად. ეს არის წიგნი, რომელიც ჩემმა ბიძაშვილმა გააკეთა ილუსტრაციები. მარიამ ჭინჭველაშვილმა. შეიძლება ითქვას ყალზე დანადავადე და ისე უთხარი არა მაქვს თქვენი მეთქი ილუსტრატორის და ეხა შეუნდა გამიგეთო მეთქი. რა ვიცი ანეკდოტისთვის. ზოგადად ყოველთვის მინდოდა რომ გამომცემლობა ქართული ლიტერატურა შემოსულიყო საფრანგეთში. და რა თქმა უნდა ყოველთვის ეგ არ არის შესაძლებელი და 2010-ში ჩემი ხარჯებით გამოვეცი ქართული ხალხური ზღაპრების კრებული. 500 ეგზემპლიარი გავაკეთე. თქვენ ნამდვილი ენთუზიასტი ხართ? ეს 2010-ში. და მე რა ვიცი, გავუბედე და 2019-ში ეთყობა 9 წელში უფრო გავიზარდე და უფრო მეტი აი ნინო ჯორჯაძე, მარო მაყაშვილი, იდოაკა. ამაზეც რომ მოგვიყვეთ ამ გამოცემებზე ხა ძალიან მნიშვნელოვანია. მარო მაყაშვილი საკუთარი შვილი ვითამყავს, რავი როგორ გითხრათ. ესე მგონია, რა ვიცი ხშირად შეიძლება. ეს მაროს დღიურია? კი, მაროს დღიური არის. ეს წიგნი გამოვიდა ლიტერატურის ინსტიტუტის მხარდაჭერით არის გამოსული, როგორც მწერალთა სახლის მხარდაჭერითაც, აი ლიტერატურის მუზეუმის. კი. არ ვიცი ჩანს თუ არა. და მოკლედ ესე მგონია რომ მარომაყაშვილს იქ წაღებული ერთი სურვილი აუსრულე რა საფრანგეთში ჩამოვიყვანე. ძალიან მიყვარს. არ ვიცი. მეც ძალიან მიყვარს. ჯერ როგორ შეიძლება მარომაყაშვილი ვინც არ უყვარდეს, როგორც პატარა გოგო რომელმაც თავის ქვეყანას თავი შესწირა, ესე ვთქვათ. მაგრამ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ნინო ჯორჯაძეც. მე რომელიც ვარ პროფესიონალი ფოტოგრაფიც. მართლა? აი, და ყოველთვის მინდოდა რომ რეპორტერი ყოფილიყავი ომში. მაგარია. თუ სადმე ვინმე თოფს სტაცებდა ხელს, დედაჩემი კარებთან მიჭერდა რომ არ წავსულიყავ. აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანია ეს წიგნიც, ნინო ჯორჯაძე არის. ეს ნინო ჯორჯაძე არის პირველი ქართველი
ქალი ფოტოგრაფი კი. და მისი თვალი დანახული მისი ფოტოალბომია? კი. ძალიან მაგარია. იყო წითელ ჯვარში. გამოცემა. კი, ძალიან კარგი. ხარისხია. მომწონს. დიდი მადლობა. ძალიან კარგია. და ესეც მოკლედ ეს ორი წიგნი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. კიდევ რომელიმე წიგნზე ხო არ გსურთ ესე გამორჩეულად საუბარი? მეოთხე წიგნი იყო, თუ კარგად მახსოვს, მაპატიეთ თუ ცოტა ამერევა, თომას ღაბრები. გიორგი კეკელის. ვცდილობ ხშირ შემთხვევაში რაღაც პლუსი შევიტანო, რაღაც განსაკუთრებული არა, მაგრამ ცოტა განსხვავებული შევიტანო. ყველა გამომცემლობაში. აი ამისთვის უკან დავურთეთ კონვერტი გავუადვილე მშობლებს საქმე და უკვე მარკა დამზადებულია. ნუ ფოსტასთან თანამშრომლობით გავაკეთეთ საქართველოს რუკა. და ნუ ეს იყო მეოთხე წიგნი. ნუ ასევე საინტერესო იდეები მოგდით თავში. გაფერადება, წერილების წერა, რაღაცა ინტერაქცია შეიწვევთ მკითხველს თითქოს. რაც შეეხება ვეფხისტყაოსანს, ზღაპრად გამოცემული, რომელიც 2001-ში თუ 2003-ში გამოვიდა საქართველოში. ჩემი ილუსტრატორი არის ირაკლი კახაძე, არაჩვეულებრივი ბიჭია, რომელმაც ვეფხისტყაოსანი დაწერა ზღაპრად და თვითონვე გაუკეთა ილუსტრაციები. და სხვათა შორის 2001-ში თუ 2003-ში სკოლებშიც დაარიგდა. 6000 ეგზემპლიარი იყო საქართველოში დაბეჭდილი. გადასარევ. და ნუ ვეფხისტყაოსანს, ნუ აი ესე შევებრძოლე რო ვთქვათ, მეტი ვეღარ გავკაჭე. ასევე ალბათ ესეც მინდა ამასაც უნდა გავუსვა ხაზი ბოდიში. გასეირნება საქართველოში, მინდოდა რომ საქართველო გაეცნო უფრო ახლოს აი კულტურის თვალსაზრისით რა ვიცი აი თუნდაც კულინარიის თვალსაზრისით ყველანაირი ფრანგ მკითხველს და ავტორი არის დიანა სერბისკვერაძე და აი ამ წიგნში თქვენ შეხვდებით აბსოლუტურად არ ვიცი როგორ გითხრათ აი ყველაფერია ისტორიულ ფაქტებსაც აი ოჯახი რომელიც მიდის საქართველოში არ დადეგებზე ფრანგი ოჯახია ხო როგორც ქართველი ოჯახი რომელიც მოღვაწეობს საფრანგეთში ძალიან კარგი გოგო სადღაც ხინკალზეც გადასარევი შესანიშნავი წიგნია აი ყველაფერი ხო რაღაცა ჩვენი კულტურული თავისებურებები ყველაფერია წარმოდგენილი ხო ამ წიგნში ნუ მე ხინკალს ვიცი ეგრევე მაგრამ ფიროსმოზეთ ლაპარაკობს მინდა გითხრა დავინახე ფიროსმანის ჟირაფს რეკლამეფეზე ხინკალს ვიცი და დევნილთა უღელტეხილს ხედავ აქ. არა, დევნილთა უღელტეხილი ეს გამომცემლობა ბაკმი. გამოსცა, უბრალოდ მე თარგმნე. ეხლა ხანს გამოვიდა და ამ გამომცემლობასთან ერთად გავაკეთე მეორე. ნუ თარგმნე ქართული ხალხური ზღაპრები. ეს არის წიგნი. აჰა. ძალიან მიყვარს დევნილთა უღელტეხილიც. გვაქვს იაკობ გოგებაშვილის იავნანა. წეგან გითხარით რომ არის 6-დან 12 წლამდე ბავშვებისთვის ანთოლოგიის პირველი ტომი. დიახ. სადაც არის კლასიკოსებიდან დაწყებული თანამედროვეებით, მაგრამ ეს არის თანამედროვე მოთხრობები, თანამედროვე მწერლების მოთხრობები, რომელსაც ქვია საღამოს წასაკითხის ზღაპრები, ესე რომ გითარგმნოთ. ესეც გამოვიდა. ძილის პირული ზღაპრები. მაია, რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ? ამაზეც ისაუბრეთ მაშინ და გეგმები რაღაც ორი კვირის წინ და მაგიტომ მინდა რომ აი ჰელადოს დუმბაძის ძალიან მიყვარს. და რა ვიცი, რომელი ერთი გითხრათ ჩოხელი. გოდერძი ჩოხელით გააკეთეთ? კი, გოდერძი ჩოხელის გამოგიციათ შეკითხვა, კი. 9 შეკითხვა სიყვარულზე. და არის სხვადასხვა მოთხრობები. ეს ილუსტრაცია ნინო ჩიკობავას გაკეთებულია, არაჩვეულებრივი გოგოა. და ნინოსთან თანამშრომლობს ერთ-ერთი ილუსტრატორია. სამომავლო გეგმებზე რომ გვესაუბროთ, სამომავლო გეგმები. სამომავლო ძალიან დიდი სურვილი მაქვს კონდეს ლიტერატურული კაფე პარიზში, სადაც იქნება წიგნების კუთხე საკითხავ ბავშვებისთვის თავისთავად მაღაზია გასაყიდი კაფე.
მშობლებისთვის. თქვენ ისეთი ენერგიით და ენთუზიაზმით ხართ სავსე, რომ დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე გამოგივათ ეს ამბავი. ავი 9 წელიწადში ალბათ. 2010-დან 2019-მდე დრო დავჭერ. ძალიან დიდი მადლობა, მაია. ერთი სიამოვნება იყო თქვენთან საუბარი და ამ წიგნების წარდგენა. მადლობა. მადლობა თქვენ. წარმატებას გისურვებთ ყველაფერში, რასაც ხელს მოკიდებთ. დიდი მადლობა, თქვენც ასევე. შემდეგი სტუმარი არის მარიკა მეგრე, მთარგმნელი, რომელიც თარგმნის როგორც ფრანგულიდან ქართულად, ისე ქართულიდან ფრანგულად და ძალიან მიხარია დღეს მარიკასთან შეხვედრა, იმიტომ რომ ერთ ტექსტზე მქონდა შესაძლებლობა მის თარგმანზე მე მუშავა როგორც რედაქტორს და ვიცი როგორი ჭკვიანი გონიერი მოწესრიგებული და ასე შემდეგ, რაც ყველაფერი საუკეთესო მემეტება მოკეთ მის დასახასიათებლად და მარიკაც არის ის ადამიანი, რომელიც ასევე თავის წილ აგურსდებს ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციის საქმეში საზღვრებს გარეთ. გამარჯობა მარიკა. გამარჯობა. მადლობა შენც რომ მაიასთან ერთად დამთანხმდი ამ ინტერვიუზე ხა შუაგულ პარიზში არ არის ადვილი დროის გამონახვა და შეხვედრა და ასე შემდეგ და ძალიან მადლიერი ვარ მოკლედ. მარიკა, როგორ დაიწყე წიგნების თარგმნა და რამდენი წელია რაც ამ მიმართულებით მუშაობ? დიდი მადლობა მოწვევისთვის, მარი. მე მართალია, ჩემი წვლილი შემოქვს ქართული ლიტერატურის გავრცელებაში საზღვარგარეთ, საფრანგეთში ამ შემთხვევაში, თუმცა სხვა მთარგმნელებთან და გამოცემებთან შედარებით ჩემი წვლილი არის ძალიან მოგრძალებული. პირველად არც ისე მინდა გითხრა. ნუ პირველად თარგმნე ჩვენ ერთად ვიმუშავეთ ჩემს პირველ თარგმანზე, ეს იყო ანა გავალდას ლამაზად გაქცევა. ახალი ჩამოსული ვიყავი საფრანგეთში, ანუ საქართველოდან და აი მე რა დრო გასულა? ნამდვილად მე მგონი 8 წელია გასული. 8-9 წელი, იმიტომ რომ საფრანგეთში ჩამოსვლიდან 1 წელში ვთარგმნე მახსოვს ანა გავალდა და ჩემთვის იყო მნიშვნელოვანი იმ მხრივ რომ თარგმნა მომცა შესაძლებლობა რომ არ მეგრძნო ნოსტალგია. შეიძლება უცნაურად მოეჩვენოს ბევრს ესე ემიგრანტის გადმოსახედიდან ჩემი სიტყვები, მაგრამ 10 წელია რაც საფრანგეთში ვცხოვრობდა, ქართულ ენასთან ეს მუდმივი კავშირი წიგნების სახით, ანუ მაძლევს იმის შესაძლებლობას და პრივილეგიას შეიძლება ითქვას, რომ ამ ხნის განმავლობაში არ მიგრძნია საქართველოს მიმართ ნოსტალგია და ეს იყო ყველაზე დიდი мотиваცია ჩემთვის თარგმანში თარგმანზე მუშაობისას. შესაბამისად ჩემთვის ეს არ არის მხოლოდ სამსახური, ეს არის საქმე, რომელსაც შემიძლია დავუთმო ჩემი მთლიანი დღე მაგალითად და არ ვიფიქრო სხვაზე არაფერზე და როცა რამე მაქვს სათარგმნი, აი მთლიანად ვიძირები ამ სიტყვების სამყაროში და შესაბამისად ეს მაძლევს შესაძლებლობას, რომ უწყვეტი კავშირი მქონდეს საქართველოსთან. შემდეგ უკვე იყო წიგნები, რომლებიც ითარგმნა პირიქით ქართულიდან ფრანგულ ენაზე. სხვანაირი გამოწვევა, როდესაც ქართულიდან ფრანგულად თარგმნია, როდესაც ქართულიდან ფრანგულად. რომელი უფრო რთულია? ჩემთვის რთული არის ორივე, იმიტომ რომ ენა როგორც ცოცხალი ორგანიზმი ენა არის ცოცხალი ორგანიზმი, შესაბამისად ყოველი თარგმანის დროს ვსწავლობ, ვიზრდები და ზუსტად ამიტომ არ ბეზრდება ეს საქმიანობა, იმიტომ რომ მე ვარ ადამიანი, რომელიც რაღაცას როცა ისწავლის და რაღაც დონეზე მივალ, შემდეგ უკვე აღარ ვინტერესდები გაგრძელებით და საკმაოდ რთულია, ამიტომ ვიპოვო თქვათ რაღაცა ერთი ისეთი პროფესია, რომელსაც თქვათ მთელს ჩემს ცხოვრებას მიუძღვნი და აი თარგმნა ჩემი აზრით არის ის, რომელსაც მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე რაღაცა დოზით ყოველთვის შემოვიყვანს ჩემს ცხოვრებაში.
გადასარევი ასეთი ინტერესი თარგმანის მიმართ. შემდეგი რომელი იყო? შემდეგი ლამაზად გაქცევის შემდეგ ეს იყო ანთოლოგია იყო ქართული. ეს არის ქართული მოთხრობების ანთოლოგია. განკუთვნილია 6-დან 12 წლამდე ბავშვებისთვის, გამოცემულია საფრანგეთში, გამომცემლობა მედუზას მიერ. ამ წიგნზე ვიმუშავეთ ორმა მთარგმნელმა. ჩემი ნათარგმნი არის ამ წიგნში იაკობ გოგებაშვილის, ვაჟა ფშაველას, კი, თედო რაზიკაშვილის, ილია ჭავჭავაძის, ყაზბეგის და დიდი კლასიკოსი მწერლების გოდერძი ჩოხელის მაგალითად მოთხრობები და ასევე თანამედროვე ქართველი ავტორებიც არის შესული. და ეს ამ წიგნის თარგმნა, ამ მოთხრობის თარგმნა იყო რაღაცა ჩემი ბავშვობაში დაბრუნება, იმიტომ რომ ბავშვობაში შევხვდი მაგათად გოდერძი ჩოხელს და მაშინ შემიძლია ვთქვა რომ მაშინ შემიყვარდა ქართული ლიტერატურა. ვიყავი ალბათ ასე 9 წლის 9 წლის და რო ვთარგმნე გოდერძი ჩოხელის მოთხრობები შემიძლია ვთქვა თავმდაბლობის გარეშე რომ მაშინ მიგრძენი რომ ამაყი ვიყავი, იმიტომ რომ ეს ბავშვობის ოცნება, ბავშვობის მწერლები, რომელსაც ვკითხულობთ და რომელიც დიდ გავლენას ახდენს ჩვენს ცხოვრებაზე შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შეიძლება ვერ ვხვდებოდეთ, რომ ამ გავლენის ქვეშ ვცხოვრობ და შეიძლება არც წავიკითხოთ ის, რაც თქვა სკოლაში გვაქვს ნასწავლი ან წაკითხული ბავშვობაში. ამ ყველაფრის სხვანაირი თვალით შეხედვა უკვე წლების მერე და მithumetes ამ ტექსტებზე მუშაობა იყო ჩემთვის უდიდესი ბედნიერება და მახსოვს, რომ დაახლოებით 4 თვე მქონდა ამ წიგნის მოთხრობების სათარგმნად და იმდენად ჩავიძირე ამ წიგნის თარგმნაში, რომ დაახლოებით მე მგონი 20-25 დღე დამჭირდა რომ მეთარგმნა მართლა დილიდან საღამომდე, თარგმნიდი მთლიანად ვიყავი ამით დაკავებული, და მე გული კი დამწყდა რომ მალე გაირბინა ამ დღეებმა, მაგრამ რაღაც ერთი ამოსუნთქვით მართლა თარგმნა ეს, თუმცა დიდ გამოწვევებთან იყო ჩემთვის დაკავშირებული ამ წიგნის თარგმნა, იმიტომ რომ ხუმრობ ხოლმე ხანდახან რომ ვაჟა ფშაველას თარგმნა ჯერ ქართულად არის საჭირო და შემდეგ სხვა ენაზე თქვა. თანამედროვე ადაპტირება მithumetes მოზარდების ბავშვების. კი, იმისთვის რომ ფრანგი მკითხველისთვის ყოფილიყო გასაგები ის რაც ჩვენთვის ბუნებრივია და რაღაც შესისხლორცებული გვაქვს, ფრანგი მკითხველისთვის მაინც უცხო იქნებოდა და რა თქმა უნდა თარგმნა ხო არ არის მხოლოდ მშრალი მექანიკურად გადმოტანა, უნდა გადმოიტანო ავტორის სათქმელი, თუ როგორ იყო და ის ავტორი რომ ყოფილიყო თქვა ფრანგი ამ შემთხვევაში. მართლა ძალიან დიდი გამოწვევისთვის გაგირთმევია თავი, მარიკა. ნადული საქმე არ იქნებოდა. მერე შემდეგი წიგნები რომელი იყო? შემდეგი წიგნი იყო გურამ პეტრიაშვილის პატარა ქალაქის ზღაპრები. ფრანგულ ვერსიას ქვია ჰიპოპოტამი და სიზმარი. მიყვარს ზღაპარი. მე მიყვარს ზღაპრების თარგმნა, იმიტომ რომ შეიძლება ზოგ ადამიანს ეგონოს რომ ადვილი, ზღაპრის თარგმნა, მაგრამ უფრო დიდი პასუხისმგებლობაა ჩემი აზრით, იმიტომ რომ ჩვენ როცა ვიზრდებით, ვივიწყებთ, ჩვენი აღქმები იცვლება და შესაბამისად ხშირად გვაქვს ხოლმე პრობლემა ხო, რომ ბავშვებს გავუგოთ თქვათ და მათ სამყაროში ვიპოვოთ ადგილი და აი გურამ პეტრიაშვილი ამბობს წინა სიტყვაში ესეთ ფრაზას, რომ ეს წიგნი არის მათთვის იმ ადამიანებისთვის, რომელთა გულშიც ცოცხლობს, ისევ ბავშვიო და აი ეს ჩემთვის ეს იყო, ეს წიგნიც იყო ბავშვობაში დაბრუნება. და გურამ პეტრიაშვილი ერთ-ერთი ჩემი საყვარელი საბავშვო მწერალია და მართლა ბედნიერი ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა რომ მეთარგმნა, იმიტომ რომ უკეთილშობილესი ზღაპრები აქვს, და ბავშვებისთვის ვფიქრობ, რომ ფრანგი ბავშვებისთვის საინტერესო იქნებოდა, თან ისე აქვს გადმოცემული, ისე წერს ზღაპრებს, რომ გესმის ქართველი ბავშვის ფიქრები და შესაბამისად ამ წიგნზე მუშაობაც იყო დიდი ბედნიერება ჩემთვის და ჩემი ოცნებაც ყია, რომ შევხვდე ერთ დღეს,
გურამ პეტრიაშვილს ან მის შთამომავლებს და გადავცა ეს წიგნი, არ ვიცი, შეიძლება აქვთ კიდევაც, მაგრამ ნუ მინდა იცოდნენ, რომ დიდი ბედნიერება მივიღე ამ წიგნზე მუშაობის დროს ნამდვილად. ეს არის. ჩემი უსაყვარლესი საბავშვო ზღაპრების ავტორიც არის გურამ პეტრიაშვილი. შემდეგი წიგნი არის ივა ფეზუაშვილის თანამედროვე ქართველი მწერლის ნაწარმოები, რომელსაც ქვია ბუნკერი. ამ წიგნმა მიიღო ევროკავშირის სალიტერატურო პრემია. შესაბამისად შემთვის იყო პატივი, რომ მეთარგმნა ეს წიგნი, როდესაც შემომთავაზეს, რადგან ივა არის ჩემი თაობის წარმომადგენელი, შესაბამისად 90-იან წლებში ვითარდება, ანუ წიგნში მოქმედება და მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის იმ მხრივ, რომ საფრანგეთში ჩვენ დღემდე სამწუხაროდ მოვიაზრებით რაღაცნაირად რუსეთთან ძლიერად დაკავშირებულ ქვეყანად, ეს იქნება კულტურული კუთხით თუ პოლიტიკური კუთხით და ამ წიგნის მეშვეობით, ნუ ვინც წაიკითხავს და გაეცნობა, მიხვდება თუ რა ბრძოლა გავიარეთ დამოუკიდებლობისთვის, როგორი იყო ჩვენი ცხოვრება დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ. და შესაბამისად ვფიქრობ, რომ კარგი პროექტი გაკეთდა, ანუ ამ წიგნის გამოცემით, იმიტომ რომ ჩვენ აქ მცხოვრები ქართველები, რა წინააღმდეგობებსაც ვაწყდებით ამ ჩვენი რუსეთთან ასოცირების, კულტურული ასოცირების კუთხით, აი ესეთი წიგნები ჩემი აზრით ამსხვრევენ ზუსტად ამ სტერეოტიპებს და შესაბამისად მიხარია, რაც უფრო ბევრი თანამედროვე მწერლის წიგნი იქნება ნათარგმნი ფრანგულ ენაზე, ვფიქრობ, რომ ყველაზე კარგი საშუალებაა, რომ ფრანგებმა მიხვდნენ სად არის ჩვენი ადგილი. ამ შემთხვევაში რუსეთთან მიმართებით და ამიტომ ვფიქრობ, რომ კარგი იქნება, სამწუხაროდ არ გამოდის ბევრი წიგნი ფრანგულ ενაზე თანამედროვე მწერლების, თუმცა ალბათ ნელ-ნელა ეს პროცესიც დაიძვრება და კი, ნელ-ნელა ევროპელი მკითხველი, ანუ გაიგებს ჩვენს რეალურ შენი წყალობით, მაიას წყალობით და იმ ადამიანების წყალობით, რომლებიც ცდილობენ, რომ წინ წაწიონ ქართული ლიტერატურა ევროპაში. და ეს არის ბონდო მაცაბერიძე, ალბათ გაგიგია ბაქოს დამაარსებელია და მისი ზღაპრებია. ამაზე ვიმუშავეთ ერთად მე და მაია გიორხელიძემ ამ წიგნის თარგმნაზე. ეს გამოსცა საფრანგეთში ფრანგულმა გამომცემლობამ მედუზამ, რომელიც ქართული წიგნების პოპულარიზაციით და გამოცემით არის დაკავებული. მიხარია, რომ ამ წიგნზე ვიმუშავე, იმიტომ რომ ბატონ ბონდოს პირადად ვიცნობდი და ვაფასებ მის ღვაწლს, ანუ ქართული ლიტერატურის ქართულ სალიტერატურო სფეროში და მოღვაწეობაში და შესაბამისად ამ წიგნის გამოცემით რაღაცნაირად მადლობა გადაუხადეთ მას ამ მისი ღვაწლის გამო, ნამდვილად ეკუთვნის, უფრო მეტიც ეკუთვნის ჩემი აზრით, იმიტომ რომ ისეთ საოცარ წიგნებს გამოსცემს მისი გამომცემლობა, რომ ეს აი ქართველები როგორც ამბობენ, საშვილიშვილო საქმეს ემსახურება ნამდვილად საშვილიშვილო საქმეს. შესაბამისად, ეს იყო ბოლო წიგნი. მარიკა, ძალიან დიდი მადლობა ასეთი საინტერესო საუბრისთვის. გული ამიჩუყდა რამდენიმე მომენტში, ისეთი რაღაცეები თქვია ენასთან და ნოსტალგიასთან და მსგავს თემებთან კავშირში და წიგნებიც ძალიან საინტერესოა, რომლებიც შენ წარმოგვიდგინე და მართლა ვიცი რა შრომაც დგას ამის უკან და ძალიან მიხარია, რომ ისევ ასეთი ენერგია გაქვს და ისევ მზად ხარ, რომ კვლავ და კვლავ იმუშაო თარგმანებზე და ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციაზე. უღრმესი მადლობა. მადლობა შენ. მე კი დაგემშვიდობებით, დარწმუნებული ვარ, ძალიან საინტერესო იყო თქვენთვის ამ ორი შესანიშნავი ქალის ხილვა ჩვენს გადაცემაში და ამითი დავასრულებ გადაცემას. ჩემთვის ნამდვილად ძალიან საინტერესო და შთამაგონებელი აღმოჩნდა მათთან საუბარი. თქვენ უყურებდით გადაცემა ბიბლიოთეკას. მომავალ შეხვედრამდე.